ერთი შეკითხვა მაქვს მე რამ და შენთან მომეცემა ამის შესაძლებლობა 28 ოლქში სადაც ერთი კანდიდატია ქართული ოცნების სად უეპატიჟებით ამ ხალხს მართლა ვარ გულწრფელად რეგიონებში ხო რეგიონი ქალაქი არ არის არ სხვადასხვა არც ისე პატარა მუნიციპალიტეტებში მინდა გითხრა ამომრჩეველი სადაც 50000-ია 70000-ია არ ჩამოთვლი 28-ს ძალიან დიდ საარჩევნო ოლქებში ეს ერთი მეორე ოპოზიციას არ ყავს კანდიდატი. არავის ამ 28 ოლქიდან 26-ში მარტოა უცნება და ორ ოლქშია დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც ასე ვთქვათ, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, უბრალოდ კონკურენცია გაუჭირდება პარტიული მხარდაჭერის გარეშე. ვინმეს, ანუ ძალიან მარტივი, აი ძალიან ასე ვთქვათ, ლოგიკური და გულწრფელი შეკითხვაა. ანუ თიანეთელს არ ვეპატიჟებით და ყაზბეგელს ვეპატიჟებით არჩევნებზე თუ როგორია ეს? ხო, რასი გამეხვა? თუ არ არის კანდიდატი სადაპატიჟო. ხო და რა უნდა გამოვგლიჯოთ მაშინ თუ გავაგზავნებ მაშინ ამ კითხვაზე ეს კი პასუხი არ არის, არა ლოგიკურად ვერ იქნება. სად ვეპატიჟოთ ქართული ოცნება? ქართული ოცნება უნდა მოდი თბილისზე თბილისამდეც მივალთ. აი თბილისში ქართული ოცნება უნდა შევხვაზოთ, ანუ ხალხს ვეუბნებით რომ ქართული ოცნება, იმიტომ ერთი კანდიდატი. ახალციხე არ არის მნიშვნელოვანი ქალაქი, ჩემი აზრით ერთ-ერთი ოპოზიციური და მნიშვნელოვანი ქალაქია. ერთი კანდიდატია ახალციხეში. რატო ვერ იპოვეს იქ კანდიდატი ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ არ არის ხალხი ორმა პარტიამ თან ვერ იპოვა. ვერ იპოვა, იმიტომ რომ არ აქვს ადამიანური რესურსი, კაცო, ფული ხო არ არის არჩევნები, მაგაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეგეც გაკეთდა განცხადება, რომ ვინ რამდენ ფულს ხარჯავდა და ასე შემდეგ, თუ თქვენი სურვილი იქნება და ინტერესი. კიდევ ერთი საკითხი. ამ 28-ზე გავიგეთ, რომ არ არის კონკურენცია. და საერთოდ ადამიანები არ არიან ერთპარტიული არჩევნები. ამ კიდე ერთი მაგდენია დაახლოებით 30-მდე, სადაც უბრალოდ ტექნიკური კანდიდატია. ანუ შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ფილმს, ფაქტს ვამბობ რა. რას გულისხმობს ტექნიკური კანდიდატი? აი ხა შეიძლება თქვენ ძალიან ბევრი და კარგი ცნობადობა გაქვთ, იმიტომ რომ იმედში მუშაობდით პალიტრაში საქართველოს უმრავლესობა გიცნობს. ისეთ ოლქში აი ახმეტაში, ნინო წმინდაშვილი დაგაყენოთ მაჟორიტარად რომელიმე რაიონში ხო არ იქნება ლოგიკური, ხო? იმიტომ თქვენი შანსები დაიკლებს მნიშვნელოვნად. გამარჯვებს. შეიძლება იქაც იყოს ცნობადობა, მაგრამ ყავთ კანდიდატები, რომელსაც არანაირი ანუ პლაკატის იქით პოლიტიკური აქტივობა არ ქონია რა, საარჩევნო პლაკატის იქით. არანაირი ადგილზეც არ ცხოვრობს. მისამართი სხვა ჩაც თბილისია და არჩევნებში მონაწილეობს ხვდებით ხო ისე თქო. არის 5-6 ოლქი. ანუ უბრალოდ კანდიდატი დააყენეს, რომ ყოფილიყო კანდიდატი. იქ გვარი აქვს ყაზბეგიდანაა წარმოშობითა რაღაცა. არ ხდება. ქართულ ოცნებას დააყენა ახალციხეში ერთი ჟურნალისტი. არა, სხვა რაღაცას იმედი ჟურნალისტი. მე კიდევ ერთხელ პიროვნულად პერსონალურად არაფერი პრობლემა არ აქვს. თუ ჩვენ ქართულ ოცნებას თუ მათ უბრალოდ უნდათ რომ კონკურენცია გაუწიონ, რეალური კონკურენცია. იმ რაიონში ხო უნდა იცნობდნენ ადამიანს